მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავწყვეტთ ვისაუბროთ ყველაზე აქტუალური თემა დღეს ფაქტიურად ეგ არის რა, ვაქცინაცია, ხო? ვაქცინაცია და მასთან ვაქცინა და კიდე მასთან მიბმული ამბები, ერთგვარი თეორია. შეთქმულების თეორიის კაი დიდი მიმდევრები აღმოჩნდა. ხო, და მთავარი შეთქმულების თეორია რა არის ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ამ ვაქცინით რუსები როგორც სიტყვაა იაკაბი. არა, იცი როგორ არის, მართლა რეალურად რო უთხრათ ადამიანებს, ხო, არის დიდ გაყოფილია რა, მოსახლეობის ნაწილი ორ ნაწილად არის რა, რაღაც პროცენტი. თითქმის თანაბრად. მესამეც არის? გვითხარი მესამეც, ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ამბობს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას, მეორე ამბობს, რომ გაიკეთებს და მარტო ჩვენთან არა. სოფლიოში ასე. ყველას აზრს პატივს ვცემთ ეს ამბავი. მაგრამ არის გავრცელებული ეს ცურწმენა რა შეშია, შეთქმულების თეორია, რომ რატომ არ გავიკეთებთ, ხო? იმიტომ რომ ამ ვაქცინით ჩვენ ქართველობას გვართმევენ ერთ-ერთი. არის ესეთი ვერსია კი, რომ ყველას აქვს-რიან ქართველებს. მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, რომ ქართველობას არ გვართმევენ. მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მაყურებლები თქვა, რომ ჩვენ ქართველობა დიდი ხანი აღარ გვაქვს. ეგეც არის, რატო შეიძლება ეგეც ქართველობას ვერ წაგვართმევ, იმიტომ რომ მე მგონი რომ არც უნდათ ქართველობა. ამიტომ ჩვენ იმიტომ გვწრიან, რომ პირიქით ქართველობა არ გადაედოთ. ეხლა აი მაგალითად ვიღაცა შვედს წარმოიდგინე, კითხე, უნდა შენი მრავალჭირნახული ქართველობა? ან ყოველ დღე წვიმაში და ქარში პარლამენტის წინ დგომა, წელიწადში 2 ახალი წელით ერთ ძლივს აუდიან. უნდა მაკითხე. საკითხავია მეგობრებო. ანუ იზახოს მაგაში არის. იზახოს შტერეკ. იცი შვედურად გადადექი როგორ არის? როგორ? შტერეკ. კარგი, ესე იგი და შვედს ახლა მაგის ძახილი შტერეკ. წვიმა და ქარი როგორ არის? მე მგონი 100 რჩეული შვედი ჩვენ რომ მოგცა ახლა პარლამენტის წინ და შტერეკ. მე მგონი რაღაცა ძრები იქნება. მიეჩა, გადადექი გაუტრუხდათ, წადიც გაუტრუხდათ. შტერეკ. დინებაც გაუტრუხდათ. სად არის სამართალი ხო საერთოდ გატრუხებულია და შტერეკ რაღაცა ახალია რა. ახალია და დავაფიქსირეთ ეგ აზრი. მე სიახლის მომხრე. ასე რომ შტერეკ. მარტო ეგ საშიშროება არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სეშინი არის ისი, რომ ანუ როდესაც ვაქცინა შეიყვანენ მასში, ძალიან ბევრი თვლის, რომ ამითი შემდეგ მისი ტვინი იქნება მართული. ადამიანებს გმართავენ ამ ვაქცინის საშუალებით, აბა რატო გიკეთებენ ამას, ხო? და ამიტომ იცი რა არის, მე მინდა ერთი რაღაცა უთხრა ჩვენ მაყურებლებს რა. ხალხო, აი რატო გეშინიათ ამ ვაქცინის ან იმისი, რომ რამე მოგივათ საერთოდ. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გვაქვს ნაჭამი ნამსხვარი სიგუა, ბატონო, გვაქვს დალეული იუპი, ზუკოც. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ვისხავდით ტრაინოი, ადეკალონს და ზოგიერთი სვავდით კიდევაც მას. ასე რომ ამ ყველაფერს გადარჩევი, მე რა უნდა დაგემართოს. და არ დაგავიწყდეს. ასევე ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია, არა მარტო ჩვენ არის ჩვენში ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია პულტიდან გამოვაძროთ ელემენტი, დავჭეჭყოთ და ჩავდოთ უკან. ხო? ამაში არაფერი საშიშროება არ არის, არც ლითიუმი, არც იონი, არც წვია, არც მჟავა, არც რა, არავით არის აბსოლუტურად, მაგრამ აი ის რო ვაქცინას გიკეთებს, რა იცი რას გიკეთებს? ხო, ბავშვობიდან დამჯდარი კრონის გონი. კიდე იცი ერთი რამე რა ვერ გავიგე, ყველაფერი მართლა არის ამაში რაღაცა შეიძლება, მე არ ვიცი რა რაღაცა ამბავი, მაგრამ ყველაფერიო იმისთვის არის, რომ სინამდვილეში გმართონო, ხო? შენც ხო ეგრეთ თქვი, რომ იმისთვის აკეთებენო, რომ გმართონო. ჩიპს რო ჩაგიდგამენ, ერთი ვერსია არის, რომ წაგართვან ქართველობა, რომ რაღაც არის კიდევ იქ ორიენტაციასაც გიცვლისო და უამრავი ვერსიებია. ზოგი ამბობს, რომ შეიძლება ფრინველად გადაგაქციოს, ზოგი ამბობს, რომ რაღაცა და მოკლედ, აი ეს ყველაფერი კეთდება, იმის რომ გმართონ. მე ვერ გავიგე. მართლა ვერ გავიგე, მეგობრებო, აი მასონები გმართავენო და ამისთვის არის ეს ყველაფერი. ეს მასონები შედანო და წერენ გეგმას, როგორ უნდა გმართონო. აი ხა რო დავაკვირდი, აი მაგალითად. ვიღაც მასონებს რაში ჭირდებათ მაგალითად ზესტაფონში ჩემი მეზობელი ბორია კამლაძის მართვა. არა. რატო და ერთი წუთი კაცო. მოიცა ერთი წუთით რა. ბორიას აზრს მე პატივს ვცემ და ფიქრობს რომ ვინმეს მისი მართვა ხო არ უნდა, მაგრამ აი მე თან ვფიქრობ, აი რაში ჭირდებათ მასონებს ფულის დახარჯვა ჩიპში, რომ შემდეგ ეს ჩიპი აიღონ და ბორია კამლაძეს ჩაუდგან სამართავად ზესტაფონში, რომელსაც უკვე ისედაც მართავს თავისი ცოლი ქალბატონი ლეილა. აი ვერ ამოხდეს არ გაიკეთოს ისაა. მართლა ვერ აი რა ხეი, სულ რომ მართო, აი რა აზრი რა ხდება? არ ვიცი. ლეილას ნაკითხვა საერთოდ გაიგეთ. ძალიან ხავთ თუ გაქვთ პასუხი, აუცილებლად დაგვიეკეთ, მოგწერეთ, დაგვამშვიდეთ როგორმე მეგობრებო. არა, ხო თან წარმოგიდგენია რომ იქ რო ფიქრობენ იმას, რომ აი ვაქცინა, we don't need vaccine, but Boria we need Boria. ჩვენ აუცილებლად ბორია გვჭირდება Boria.
ესე იგი ანუ ვაქცინას რო გავიკეთებთ, ესე იგი ჩიპს გვიდგამენ და ამ ჩიპზე გვაქვს არა, ზოგი ამბობს რომ ვაქცინაშიაო ჩიპი. ანუ ჩიპი იდეაში ხო სხვა რამეა, მაგრამ არიან რომ ამბობენ რომ ვაქცინაში ჩიპებია, ხევადი ჩიპები. ჩვენ დავკითხავ არის ჩიპი. ასე ამბობენ. მე მაგას რა ჯობია, აი წარმოიდგინე დაჩიპული სამყარო რო გაიჩნდება უკვე. მე ახალი სამსახურები გამოჩნდება, აი დაშლილი ჩიპების აწყობა რაღაცები. მაგალითად აი ჩიპი გაქვს და ჩამოყრა გინდა რა, განულება გინდა კეკელიძეზე აკეთებენ ჩუმად. კი ბატონო. მეორადი ჩიპები. მეორადი ჩიპები რამდენიც გინდა გერმანია. კიდე? ჩიპებს ვიბარებ, ჩიპებს. კი, ეგეც არის და ზო ჩიპებს ჩაუვიდა. ვიბარებ ჩიპებს. იაფად მაქვს ერთი ჩიპი, მაგრამ ჩავალებულიდან არის რა. მეორადი ჩიპები. მართლა ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება მოყვეს მაგას მეგობრებო რა. ნუ სამსახური ყოველ შემთხვევაში დასაქმებული ხალხი. კი, მოემატება, ბუნებრივად იმას მომსახურება ხო დაჭერდა. იცი რა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა? ეხლა აფთიაქშიც რო შედიხარ და რაიმე წამლის ყიდვა გინდა ხო გეუნებიან, რომ იცით რა არის? ეს არის თქვა თავს პოლონური წარმოების, ეს არის ამერიკული წარმოების, არის რუსული წარმოების და ამ შემთხვევაში ეს ვაქცინაც რომელ ქვეყანაში იქნება დამზადებული, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო. იმიტომ რომ მე რო გავიკეთო, ეხლა მაგალითად გაიკეთა კაცმა ვაქცინა, რომელიც არის დამზადებული იმაში. მოიცა, თქვა იმაში, საუდის არაბეთში, ხო? ხო. ან დუბაიშია დამზადებული და ამ დროს ზის სუფრაზე. და სატრეკძელო უნდა თქვას. და დგება და მე მინდა ვალმა ჰალდა ვარნი. ამას რო დაიწყოს ვალ. ვარ იქნება კარგი. ან მაგალითად მოიცა, შენ რა თეორია, ანუ ეგეთ თეორია გაქვს რომ ქვეყნის იმასაც ვაქცინაციას გაიკეთებ იმენაზე დაიწყებ მე ლაპარაკი. ზუსტად ქართველობის მომენტი. ალბათ საქართველობის გამოვლენა გინდა მაშინ გირწყამს. ან მაგალითად საცობში ხარ ეხა წარმოგიდგენთ და გაკეთებული გაქვს ინდური. ეგ ხო ყველაზე იაფიხის ხომ. და მოდი ხარ და ამ დროს გინდა რომ ეხაცა რომ შეაგინო რა გემოზე იქ რაღაცა გითხრა გესმის შენ ტატი შენი სისტემს მარიბა ან ქართველობის გამოვლენა როცა ჭირდება მაშინ გერხება. და ყველაზე უბედურება იცი რა იქნება როცა მოვლენ და შეგაგინებენ. ჩვენითი ვართ ქართველები. უნდა უპასუხო კაცო. ხელს უბრუნებთ. აბარა. არის ეგეთი ძველი ქართული სიტყვა აბაროტი. ძველი ქართული სიტყვა აბაროტი. და ამ დროს ვიღაც შეაგინებს და შენ მიხვალ და ტანში ნამასტე. რო გინდა დაარტყმა, მაგრამ რო არ გიშევს. არ გიშვებს. წართმეული გაქვს იმ ნაწილში ქართულობა. ესმის ეგ ამ ბევრი საინტერესო ვარიანტი. აი ვანიკოს მაგალითად ხო ნახეთ ციფროს ტელემაყურებლებო, რომ აქვს ვერსია რომ პირიქით ქართველობისგან ისინი თავს იცავენ. არის ბევრი ვარიანტები გვაქვს მოსმენილი და ჩვენ ამოთ ვაჟღერებთ. რაც გვესმის, ამ ყველაფერს ვაჟღერებთ. ჩვენ პატარა ხალხი ვართ, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ აი მაგალითად მე ეგეთი ისიც მომივიდა ამას წინათ, რომ ერთ-ერთი მეგობარი, უფროსი მეგობარი ჩვენი, რამდენიმე სხედვართ და ერთ-ერთი უფროსი მეგობარი ჩვენი გვარიგებს ჭკუას, რომ ესე ლაითა და ლაით სიტყვას ის არ ხმარობს, მაგრამ ესე მსუბუქად ნუ უყურებ თუ ამ ვაქცინაციის ამბავსო რა, ესე ადვილად გასაკეთებელი არ არისო ეგო რა. ვეუბნებით ბიჭო და აიხოცა მთელი ქვეყანა კორონათი და ერთადერთი ვირუსისგან თავის შველის საშუალება არის წამალი არის ვაქცინა და არაო ბიჭო მანდ ეგ არ არის მთავარი. თავარი არისო რომ კაცმა არ იცისო ეგ ვიღაცა ავსტრალიაში რომ მაგ ვაქცინას აკეთებს და გიგზავნისო რას გიკეთებს რა იცი რა. ამ დროს უყურებ ჯიგარს და ძლივს გადავარჩინეთ კრაკადილის კეთებისგან. ხონდა ეგეთი პერიოდი. რომ აქტიურად იკეთებ და კრაკადილს. და ახლა იმ ვაქცინაში რა არის კაცმა არ იცის რა. მაგას რადამალები ის ხო სუბთაწვენია რასაც მაგას რადამალები ქიმია კრაკადილს შეიძლება ვიღაცებს გენა გონიათ გენა არა მეგობრებო რაღაცა იყო ამბავი რა მოხდეს რა არის ორივე ანუ ესეთი ვერსიებიც არსებობს ჩვენ უბრალოდ ესე ამბობენ არ ვიცი ესე ამბობენ რომ თუ დაუშვათ ევროპულ ვაქცინას გაიკეთებო ხო გახდები გეი. ან ორიენტაცია შეიძლება. ორიენტაცია გახდები გეი. ანგლისთვის აკეთებელი. ხო, არის ალტერნატივა რომ გაიკეთო რუსული ვაქცინაო. აქო ეს მუჟიკად კაცარჩევი, მაგრამ კაცი ხტები. რომელი გავიკეთო? ბიჭო, შეგიძლია აი ეგეც წერან ხო ნახე ინდური და რაღაცები ხო აი წარმოიდგინე რუსული ვაქცინა მართლა არის ეგ ხა ხუმრობის გაში ინდური არ ვიცი არ გავიგე მაგრამ ერთ-ერთი ვარიანტი არის რომ რუსული ვაქცინა შემოვიდეს შეხვეყანაში. შენი აზრით აი მაგალითად რუსულის გადასხმაში რუსული ვაქცინაზე ხო ქონდა ის მაშინ მაქსიმუმ შემთხვევაში რა დაგემართებიც შედიხარ პახმელიაზე ხარ გესმის და გინდა რომ ხინკალი ხაში შეუკვეთო რაღაცა და რომ შედიხარ და პირიშკის ჰოპულსტი პარგალს პირიშკის ჰოპულსტი Ой, Оливье! Аллатик, можно? Вот. Зустав. Там ხوარდეს ვერ გაიგებ რა თქმა უნდა. აბა ბაბა. ебай. რატომ კამიეცი ვეღარ ჩერდა? თუ ბაბა. ვარი კორონა ხო ეგეთ მდგომარეობაში. ჩვენ მხოლოდ ვაქცინასთან დაკავშირებით ვლაპარაკობთ, არის კიდე სხვადასხვანაირი შეთქმულების თეორიები. ერთ-ერთი მაგალითად ეხება 5G-ს ინტერნეტს. 5G ინტერნეტს კი ბატონო. ძალიან ბევრი ადამიანს ეს არ მოწონს.
და ძალიან ბევრსად პროტესტის გზნობა რომ ეს მორიგი რაღაცა გლობალური საშიშროება მეგობრებო. ის არის ეგ ვერსიებიც ძალიან ბევრს გონია რომ ეს მოიფიქრა სადღაც ამერიკაში, მაგრამ რა ქვია, ბილ გეიტსმა ან ამბობენ ილონ მასკიო, ბილ გეიტსიო, მაგისთვის აკეთებენ ყველა. მოფიქრებულია? მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა. ნაცების ამბავია. აბარა. მართლა ეგ როგორ გამოყო. ქვედა ის ხელი არ ჩანს, აი რეკლამა რო იყო ხომ 1, 2, 3, 5 იყო, აქეთ G-ს აკეთებდნენ. ხო და მეც გამიკვირდა რატო ანი არის 6 არა, აბა რატო ან 7 არა, რა 5-ის გარდა ციფრი არის. სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილის ხელი გასაკეთებელი ბევრია მისი ხელი და ეხლა აი რატო არის რო იძახის რომ მაგალითად მალტიდან შემიძლია უფასო ვაქცინა მოგცეთ. რატო? იმიტომ რომ უნდათ რომ გაიკეთოთ ეს ვაქცინა და გახდეთ ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერები. აი მაგ აბა როგორც კი გაიკეთებ ვაქცინას ეგრევე ან მესამე ვერსიაც მაქვს მე? აი რო გეტკინება ხო გეტკინება რომ გაიკეთებ მესამე ეგრევე გამოხვალ ვაქცინას გაიკეთებ და გამოხვალ ეს ასარჩევი აი ესე გამოხვალ იქიდან და რეფორმებს ჩაატარა დურას მოკლედ მეგობრებო ესეთი ამბავია მართლა ყველამ ძალიან კარგად იცით რომ მარტო ჩვენ არა ვართ ამბავში მთელი სოფლიო ამ ამბავში არც მთელი ქვეყანა მთელი სოფლიო არის აი ესეც აჟიოტაჟი ვერ გაიგეს ზოგმა რა გააკეთოს ზოგს საერთოდ არ უნდა არაფრის ვაქცინის გაკეთება ზოგს ერთი სული გვაქვს ოდის გავიკეთებთ ვაქცინას ზოგი ამბობენ რომ 1 10 20 წელი 50 წელი დაგაკვირდებით და ვნახავ რა იქნება და მე დავფიქრდები ნუ ბევრი ვარიანტი არის რა ძალიან ბევრი ვარიანტია და არა ყველაზე მაგრამ მეუნწოს ის ხალხი რომელიც ამბობს რომ გავიკეთო კიდევაც მაგრამ რომ მაძალებენ ეგ არ მევას ჩემი არჩევანი მე დალშე მე ვიცი რა შემომთავაზე და მე ვიცი შემომთავაზე და მე ავრჩევ მე ვიცი არის რაღაცა ეს მაგარი კიდე ერთი ვარიანტი მართალია სავალდებულო ამ ყველაფრის გამო შექმნილი არის ნუ ყველამის ხუმრობის გარეშეც საგიჟეთი ხდება მთელს ქვეყანაში მთელ სოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით ხო ისედაც ასია ხოლმე კორონა არის თუ არ არის ისა არ იკეთებს ვაქცინას ამაში გარწმუნებთ ის არის ექსტრემალი ადამიანი და შესაბამისად ახალი ექსტრემის ფორმა მოიგონა ყველა ვიქნებით აცრილები ყველას გვექნება გაკეთებული ვაქცინა და ეს არა და აი მანდ იქნება რომ ეს აუ მაგარი ადრენალინია რომ შეიძლება შეგეხაროს და რო არ გიყრება ეგრე იქნება აი ეგრე უნდა ყოველ შემთხვევაში და რა ვიცი იყოს ეგრე რა ვიცი ცადოთ მოდი ჩემზე იყოს ცადოთ არ არის გავწირავ თავს მე რა პირველი გავიკეთებ ვაქცინას ხო და მოკლედ ესეთი ამბავი არის შექმნილი თემ სოფლიოში ხო ყველა ვიცით ხუმრობის გარეშე რომ აი ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა ბევრ საერთოდ კორონა შეიძლება არც შეყრია მაგრამ სხვა რაღაცით გაუბედურდა უსაქმურობით ყველა უმუშევრობით და ნუ ძალიან ცუდი ამბავია და ჩვენთანაც ეთერებში სხვადასხვა შოუებში ძალიან ბევრი ადამიანი მიდის სხვადასხვა ბიზნესის რომელიც ან დაიკეტა ან საერთოდ მოკვდა და ყველა ადამიანი თავის გასაჭირს ამბობს რომ რაღაცა უნდა გამოიქმნას მიდის ხალხი ეთერში რომ თქვან რომ აი მაგალითად მოკვდა არა ბიზნესი რომელიც მოკვდა მათი მფლობელები შეიძლება რაღაცა გამორჩა სიტყვა არ არის პრობლემა ხო გამიგებენ ჩვენი მაყურებელი გაგვიგებს ხო და მოკლედ მე მინდა ახლა გაჩვენოთ ერთ-ერთი ეთერი ძალიან პოპულარულ ჟურნალისტთან მის შოუში სადაც სტუმრად არის ორი ასეთი ასევე რეალურად განაწყენებული ადამიანი რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ და თუ შეიძლება რომ ეს ვიდეო ვნახოთ ამ ორ ადამიანს მოусმინოთ რაზე საუბრობენ რა ხდება საერთოდ ქვეყანაში რომ გავიგოთ არის დღეს თქვენი სათქმელი მიკროფონი ახლოს მოგესალმებით ქალბატონო ინგა მივესალმები მოსახლეობას აგრეთვე თქვენ ჩემო ძვირფასო აქ ყოფილ პიროვნებებო ადამიანებო ნამდვილად თქვენგან ადამიანობას ხედავ თქვენ თვითონ ნათქვამი ჩემთვის ძალიან ახლოს არის სკანდირებენ თითქოს ეს ამ პარტიის წარმომადგენელი ის პარტიის წარმომადგენელია არც მე არც ბეტმენი და არც დი ადამიანი აქ არანაირი პარტიის წარმომადგენლები არ ვარ არც მე და არც ბეტმენი არც ერთი პარტია ჩემი წინაპარი სუპერმენი იყო მოიცათ ასე არ არის საქმე ერთადერთი ახლა არის რომ მე მგონი მართლა უნდა ავდგეთ და ავიცროთ ახლავე ავდგეთ, წავიდეთ, მეგობრებო, ჩვენთვის, ამ ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის, სოფლიოსთვის, ადამიანობობა, ქვეყნის კაცისთვის, წავიდეთ და ავიცრათ. სად კეთდება? აქ კეთდება? სად უცრიან? სად